გაბრაზებული. შეგვაწყო ყოფილი. თეატრში თამაში და პერსპექტივაში ახალ როლების მოლოდინში ეს მახალისებს. განვიცდი რომ ვერ ვუკეთებ ჩემ შულს იმდენს რამდენიც მინდა სრული მაქვს რომ გავუკეთო. მე მგონი ეს ახალ სარაფს რა ვამბობ ყველა ადამიანი ესე ვართ. მაგრამ არის რაღაცა ზღვარი ხო აი შეიძლება ბანალურად ჟღერს მაგრამ ორეო მინდა შული რო გეტყვის შოკოლადი ამფეტი და რა რო არ გიდეს ჯიბეში ფული რაღაცა არ ვიცი ხაჭო და არაჟანი უყიდო ნერვები მეშილებო ჩემ თავზე არასდროს არ ვიღებ ხმას დავიღალე რა აი ხოლმე რომ დაიღლები და რო გონია რომ სწორედ გაიგებენ ამ დაღლას და რაღაცნაირად თანაგრძნობას გამოავლენენ და უცბად რომ აუ ძალიან რო ხვდები რომ ძალიან ტრაქში ვარ გასაუბროთ ამ სიტყვის მაგრამ ეს არის ორგანო რომელიც არ არის ცენზურა ამას არ ჭირდება ძალიან ტრაქში ვარ ელემენტარულ საარსებო წყაროზეა საუბარი აი იცი როგორ აბგდ-ზე გელაპარაკები ხო კიდეც ხო ვიმეორებ არ ვამბობ მე როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზამთარში ზაფხულში დასვენება წასვლა წამოსვლაზე ამაზე არ ვლაპარაკობ ეს ფუფუნება არა მაქვს სერიოზულად გეუბნები არ ვიცი ჩემი ცოლის დაქალის ოჯახი თუ წაგვიყვანს რაჭაში რომ ბავშვი წავიყვანო ჰაერზე გავიყვანო ზღვაზე მაგაცა ერთხელ ცეკვა მასშტაბებში მიხვალ ხალხმა მაჩუკა გასარემონტებული ბინა 80 კვადრატული არაფერი არ დასამონყობს ვამბობ მაჩუკეს უბრალოდ არ მქონდა სახსრების გამერემენტებინა შანსი არ მქონდა მეთქი რა აქვს რა მქონდა გავყიდე და გონიოში მეთქი კაფეს გავაკეთე ფიქრე რაღაც ბიზნესს ამოვიწყო როგორ მოუტყუდი და 20-ად გაწავაგი კაროჩი სახლი დამეხა და მეთქი რაღაცა მაინც დამჭეს ამ სახლიდან და დამჭა 5000 და ვიყიდე მანქანა რომელიც წავს უამრავ ბენზინს მაგრამ ძალიან მომეწონა და ვიყიდე და ეს მანქანა ყავს და ეს კლასი დადის მაგას რა უჭირს რა მიჭის წენა 10 ლარის ბენზინი ჩავასხი უკვე აღარ მაქვს თიაჭი ბუფეტში პოსლეზე მაქვს იმიტომ რომ აი ეს ძალიან უხეხლო რაღაცებს გელაპარაკებ მაგრამ ნუ ეგრეა რა რაც არის იმას ვამბობ არის ხილიანზე ქუჩა რომელზეც არ დავდივარ იმიტომ რომ იმდენი ვალი მაქვს რომ უხერხულია უბრალოდ იქ დავენახო იმად სიგარეტის და ასეში და ნუ ესე რაღაცნაირად დღიდან დღემდე ვარ აი ამის მათხოვრად ვზნობ თავს რა იტალიური ოჯახი გვაქვს ანუ ერთ ბინაში ცხოვრობთ ყველანი ჩვენი რაღაცა ხუშტურებით რამოდენიმე თაობა ხანდახან ხო მარტო გინდა ხო ოფნად ტრუსკიში გატანტალდეო ტუალეტში მაგრამ ვერ ხერხდება იმიტომ რომ ძაღლი დედაჩემი მამაჩემი ჩემი პატარა შვილი ჩემი დიდი შვილი ჩემი და ჩემი დის შვილი თინეიჯერები მათი დაქალები მეგობრები მოდიან მიდიან ამბავი არასოდეს ერთი ბანგა ყავა არ ყოფნის ამ ოჯახს ისეთი ანუ ფულის შემოაქვს მარტო მე და ზურას და ნუ ძალიან ესეთი თემაა რა აი ესეთი ოჯახია რა სულ ნერვზეა სულ რაღაცა სულ ყოფილობა არის პური საკმარისია არის ჭურჭლის სარეცხი ფხნილი ყოველთვის თავდება იმიტომ რომ ბევრი ჭურჭელია აუ ბედნიერება როდესაც ჩემ გარშემო ყველას შემიძლია გაუგეთო ის რასაც დაუშვათ ის სადღაც ერთი კვირის წინ სადღაც შეშიულა სხვას და მე რო ყური მოვკარი და იმას რო გავუსწორებ აი ეგ არის ჩემი ბედნიერება აი ძალიან მინდა რომ ამაშეთ მანქანა უყიდეს რომ არ იცოდეს და ვიცი რა მანქანა ევასება იმიტომ რომ არ აყავს პროსტა ტრაკი არ მაქვს ადამიანს სიყოს ყოველთვის იცლის მაგრამ მოცლა არ ჭირდება მაგის გამო ვართ რომ სულდმულობთ და რაღაცებზე თვალებს ხუჭავთ იმიტომ რომ ორი მედალიონს ორი მხარე აქვს ხო როცა გიყვარს სადღაც დათურ სამსახურს გიწევს იმ ხრივ რომ რაღაცეებზე ენერგიას აღარ ხარჯავ იმიტომ რომ ეს იმდენად ძვირფასია რომ გავხდი ბევრს აღარ ყვირი რაც გეყვირებინება ხო იმიტომ რომ ის გადუნებს იმიტომ რომ გიყვარს ადამიანი და იმას გიჩვენია რომ დახარჯო და დაუცმო ვიდრე აი წამოშეთ ეხარას ვაკეთებ მივხვდი რომ მიხვდა ზურა რომ კოჩი დაბერდა გაიხიდა გამოიხიდა და უშოთ თავს გზნობს დაუფასებლად და გაბრაზებულია დილით იყვისებს გაბრაზებული არის
ეხლა მე ამაზე საუბრობ ზურაზე დარწმუნებული ვარ, რომ წაიკითხავს თუ ნახავს თუ რას იზავს, ძალიან მეჩხუბება და გაბრაზდება, მაგრამ სულ მეუბნები, ვიცი რომ არასოდეს ამას არ იტყვის, არასოდეს ამას არ მოხდა, არასოდეს არ წუწუნებს და მე მეჩხუბება. მე მეუბნები რომ პროსტა მეთქი, მე თუ ხმას არ მოვიღებ, მეთქი, არავინ შენ არ გაგიგორებს კოჩს. რომ ვიღაცა იმაში არ იციან, უბრალოდ გონიათ რომ ზურა ამ მაგას რა უჭირს. და მაგას უჭირს რა და ამიჯერეთ რა. გული კამა მომიკვდა რა, ეხა ამაზე არ მინდა პროსტა ლაპარაკი და მომკლავს ზურა. ეხა კიდე მაგაზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ აი ვერ მაპატია დღემდე რომ ეხა ეგ სიტყვა თქვი, მაგრამ მაზალოა რა. აი მაგარი გამიტყდა. მე შემცვა იმათ მაგივრად ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ადამიანი. გამოიკეტება ხოლმე სახში და არის ასე რომ არავის ავჭირდები მდგომარეობაში თავს, არავინ არ გაფასებს. ვერ ვეხმარებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ თავს ვერ ვეხმარებით და საერთო ბანკში ვერ ვდები და ამიტომ ზურა იჭრდება იმ ხრივ რომ მეუნება კომუნალში დამეხმარე და მეთქი რანაირად აი ამ ხელფასით აი და კენი და რა უნდა ბიჭო მსახიობს ისე რა ჭირდება ძალიან ცოტა აი წლის ბოლოს დავუშვეთ რაღაც არის კულტურის სამინისტრომ თუ ვიღაც ამ სიტყვას იმიტომ რომ მაგას ეხებათ რაღაცა რეზიუმე გააკეთონ თეატრში რევი მოხდა აი თქვენ ჩაიდანი ელექტრო პროსტა ვამბობ აი არ ვიცი ყვავილი გაჩუქონ რო შენ რაღაცა გააკეთე წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ძალიან მაგარი ვიღაცა ხარ თქო აი ტაში დაგიკრან რამოდენიმე ადამიანმა მორჩა მთელი წელი გაღიმებული ძინავს როგორც მე აღარ დაიწყებს მე ელემენტარულ რაღაცაზე საუბარს მაგრამ არ ხდება თეატრალურ საზოგადოება ობი აქვს მოკიდებულია სოკოები ამბობს იმიტომ რომ კაპიკი ფული არა აქვს არაფერი არ იციან რა გააკეთონ ვითომ ეს საოსკარო დღე არსებობს მაგრამ რო ნახო როგორი გაკეთებულია სოფლის კლუბში არ არის ეგ დონე როგორიც აქ არის კულტურის სამინისტროში და თეატრალურ საზოგადოებაში აი ეს ცერემონიალი რო აი წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი აღიარეს ზურა და აჩუქეს ესა რა ქვია რაღაცა ვარდი თუ რაღაცა და ზურა კონვერტზე და იქნება რამე ფული არ არის შიგნით თო რაღაცა აი გული გაგისკდება როგორ სიცხვილეა იცი ძალიან მხარში დადგომა იცის დიეჩემაც ჩემმა დამაც ჩემი და აუ ძალიან ისეთი ტიპია რა ძალიან შრომობს აი ცდილობს რაღაცები გააკეთოს არ გამოდის მაგრამ აი რაღაცებს ჩალენჯობს არ ვიცი ორ საიდან შოულობს რას შოულობს თუ თავის შოულს აუშა სკოლა გადაუხადოს მე არ ვიცი ჩემი და კიდე ცალკე ფენომენია დედა დიასახლისი მაგრამ ისეთი აი მუჟიკი კი როჟა რა თურმანიზია ლევიკო იუბკაში ეძახდნენ ჯიბიდან ისრო და ბაბუაჩემს გაუჩნდა ორი გოგო და ბიჭი უნდა და ავტომატით დაშლა ასწავლა ბაბუაჩემს გოგოები ბრანჭებოდნენ ნაგანი დადგებოდა და მამის მოპარავდა ხოლმე და ნაგანს ადებდა რომ აი დედა მყავს თქვენი მეუღლე ის ჩუმი გოგოა ფილოლოგიის ოჯახში გაზრდილი სკოლის დირექტორის შვილია და მხატვარია და ხო, ცუდები ეგენი. ესე იგი ეს შეიგინა ძალიან, მაგრამ იმიტომ რომ ცუდებით რა მზადები. სიტყვას რო იტყვის, ესე იგი იგინება საზღვრად. ეგეთი ტიპია. არ ვიცი, ახლა არ მესმის რა, ახლა ვიღაც დახმარებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ივანიშვილი რო გვეხმარება, ეს დახმარებას ჩვენ თუ მთავრობის დამსახურებად ვთვლით, მე მგონი ეს არ არის. ეს იგივეა, რომ ჩვენ მეგობარი ბენზინს მისხავს, ის ჩამითვალო მე ანკეტაში. იმიტომ რომ არის ეგრე რა. ძალიან მე მეგობარი მეხმარება რომ ბენზინი ჩამისხავს ვიღაცა სიგარეტს ვიყიდის ერთ თვაში გაუტრა გესაქმე აი ვაფშე არ ვიცოდებ თავს რეალურად რაც არის იმას ვამბობ თან არა ვარ ბიჭო ზარმაც ტიპი არა ვარ დედას გეფიცები ყველაფერს ვაკეთებ 9 სამსახურში ვიმუშავებ საკეთრო არ არის პროსტა ფიზიკურად რა კინოში სერიალში რამეს გიხდინა არ სიგებენ თორე ვიღაცამ წაიკითხეს ესე იგი რომ აი მე კონკრეტულად მე და ზურას არა ხალხო მე მაგ ლაპარაკი ზოგადად მსახიობებზე მაგ ლაპარაკი ეს სფერო არის მიტოვებული ქსელობის აბლაბუდაშია თორე არ არის არ დაუმსახურებია თეატრს რომ ესე მდგომარეობაში ამაზეა საუბარი საუბარი იმაზე რომ ახალგაზრდებს აღარ უნდათ მსახიობობის ეს მაგრაუნდუათ იმიტომ რომ აუ ამა თუ ესე დღეში აგდები ჩვენ რა რისთვის 4 წელი ვისწავლოთ ამა მაშინ ისე რაღაც ბიზნეს განხრით მაღლეში მიხვდი აი სადღაც მოვა 15 წლის მერე რომ თაობა თურმე როცა უნდა დაბადებულიყო და ჩაებარებიათ იმათმა გამაზეს პერიოდი და 15 წელიწადში თაობათა ცვლა როცა ჯერი მოვა აღარ გვეყოლებოდა მსახიობები იმიტომ რომ
ეს ითესება ეხლა. აუ გამაფუჭე. რა შვილო შენ თაობისთვის ვცდილობ ამ ყველაფერს ეგრე ხდება ეს რჩევნია მამულსა რომ შვილი შეუდეს მამასა გაიგებ